უნგრეთში თქვენ იცით, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს და როგორც სხვა წყაროებიდან, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, ისტორიული მონაცემები დაფიქსირდა აქტივობის თვალსაზრისით და ჩვენ ხა კადრი კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივიღოთ უნგრეთიდან და ვნახოთ მონაცემები, რაც გვაქვს და ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 9 საათში უკვე პირველადი შედეგები გახდება ცნობილი, ანუ თბილისის დროით ზუსტად 22 საათზე და რა თქმა უნდა ამ შედეგებს ჩვენ პირდაპირ ეთერში გიჩვენებთ. თუ არის შესაძლებელი, სანდრო გამსახურდია შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გვეტყვის ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს. სანდრო თუ მეტყვი ან იაზრომელა პლანირებას მაშინ. გისმენთ. ესე იგი აქტივობას დაუბრუნდები, ეს არის ოფიციალური მაჩვენებელი ჯერჯერობით, რაც გვაქვს ამ დროისთვის და გითხარით, რომ ეს არის ისტორიული მაჩვენებელი, ანუ 77.8% უნგრელების 7.9 მონაცემებით მივიდა საარჩევნო უბანზე. ეს არ არის სრული ციფრი, რადგან მას შემდეგ კიდევ 9 საათის განმავლობაში იყო ღია საარჩევნო უბნები და შესაბამისად არის ალბათობა იმისა, რომ ეს ციფრი იყოს კიდევ უფრო მაღალი. რაც შეეხება შედეგებს, აქ თავდაპირველად საარჩევნო ოფისში გვითხრეს ჩვენ, რომ ადგილობრივი დროით 8 საათზე, ანუ თბილისის დროით 20 საათზე უნდა გაჟღერებულიყო პირველადი შედეგების მონაცემები, თუმცა აი ახლა გავესაუბრე მე აქ ოფიციალურ წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა დაახლოებით 9 საათიდან 1 საათით გადაიწიოს შედეგების გამოცხადება. რაც შეეხება exit poll-ებს და პარალელური დათვლის შედეგებს, სხვადასხვა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს გარკვეული შედეგები, თუმცა არ ვიცით რამდენად სანდოა ეს მონაცემები, შესაბამისად ამ დროისთვის ამ ინფორმაციის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. მადლობა სანდრო, ჩვენ 10 საათისთვის რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით და შენგან მივიღებთ უახლეს ცნობებს, თუ რა თქმა უნდა გადაიწევს პირველადი შედეგების გამოქვეყნება, ჩვენი ტელემაყურებელი უკვე შენი მეშვეობით ამას ნახავს ჩვენ სოციალურ ქსელებში. ჩვენ ხა გავაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ თემებზე საუბარს და დროებით დაგემშვიდობები. სანდრო გამსახურდია მუშაობს მოკლედ უნგრეთში, იქ სადაც ახლა წდება ქვეყნის მომავალი და ვნახოთ როგორი იქნება შედეგები.